ამ დროს ხდება როგორც თირკმლის ფიალების, ისევე პარენქიმის ანთება შეიძლება მოხდეს. გამომწვევები არის პირველ რიგში ეშერიხია, პროტეები, ოქროსფერის სტაფილოკოკი, მათი გამრავლება, ანუ უკვე რომ ანთებით პროცესი იწვევენ, უკვე ეს თავისთავად იმათი გამოყოფილი ენდოტოქსინები უკვე მოქმედებს შარდვის გართულებაზე იწვევს ინერვაცია ხო ჭირდება შარდის ბუშცაც იგივე სურვილი ტვინში უნდა გადაეცეს რომ ჩვენ შევიდეთ ტუალეტში ხო და გავთავისუფლდეთ ზედმეტი სითხისგან, ანუ ესეც კი ირღვევა ანთებითი პროცესის დროს. საერთოდ თქვენ წარმოიდგინეთ ზოგადად ნივთიერებათა ცვლაც კი შეიძლება შეიცვალოს, როცა უკვე თირკმელი თავის მთავარ ფუნქციას, ანუ ფილტრია ორგანიზმის და თირკმელი ერთ-ერთ ყველაზე მუშა ორგანოთ ითვლება. მუშაობს და სამწუხაროდ შეიძლება დადგეს ისეთი დრო, რომ ერთ დღესაც უარი თქვას თავის ფუნქციაზე. ამისთვის ყველაზე ისეთ გართულებას, აი ზუსტად უარის თქმას, შაქრიანი დიაბეტი იწვევს უკვე ბოლო სტადიაში. ეხლა მე როგორც ვაკვირდები, შაქრიანი დიაბეტი ან გართულებებს იწვევს წელსქვევით, ამ წელსზევით მხედველობიდან დაწყებული გულის კუნთი. მოკლედ დავაკვირდეთ, ეხლა მამაკაცებში უფრო წელსქვევით გართულებებია, ქალებში უფრო გული და ასე შემდეგ. მხედველობა. მოკლედ, ეხლა რადგან გამომწვევები უკვე დადგენილია, ხო? არსებობს ეგეთი მიდგომა, რომ აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების ხმარება, მაგრამ უნდა დავიწყოთ სუსტით. თქვათ, თუ თვითონ სპეციალისტთან, ან უროლოგთან, ან პედიატრთან, ან არ არის მისული პაციენტი და ჩვენ უბრალოდ ჩვენ თავზე გვიწევს ავიღოთ ხო მკურნალობა. ბალახებით მას ჯობია რომ კომპლექსურად ვუმკურნალოთ. აი როგორც გუში ლიამაც აღნიშნა და აგერ ცისტიტიანი ბავშვს რომ ექიმა დაუნიშნა ანტიბიოტიკი საკმაოდ სუსტი ეს მიღებულია. მაგალითად თუ შეიძლება რომ აი მაგალითად თავიდან დავიწყოთ, ყველაზე სუსტი ანტიბიოტიკი თქვათ ნემსებში არის პენიცილინი. თქვათ თუ ვატყობთ რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიცხე აქიცევწვა, ბალახები მივეცით და არ შველის, თქვათ ჩიომსუბუქა მარტო მდგომარეობა, ჯობია ჩავთოთ ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკი. ბისეპტოლზე ვამბობდი, ბისეპტოლის დანიშნა მიღებულია ლიტერატურაშიც და პედიატრიაში აგერ ლიამაც აღნიშნა, რომ თვითონაც ნიშნავს საჭიროების შემთხვევაში. სხვათა შორის ორსულებში პიელონეფრიც უფრო ხშირად იწვევს ეშერიხია. ეგეც რომელი ანტიბიოტიკი დავნიშნოთ, აი უნდა დაახლოებით მაინც ვიცოდეთ რა ინფექციის გამომწვევი რა არის. გარდა მაგისა, როდესაც შარდს აქვს მჟავე რეაქცია, ძალიან ეფექტურია ფურაგინი და ფურადონინი. ესენი ყველას გაქვთ გაგონილი.
ასევე ნალიდიქსინის მჟავის განმიღებული ნევიგრამონი მაგალითად. ესეც ოღონდ მჟავე რეაქცია უნდა მქონდეს შარდს. და კომბინირებული პრეპარატი 5 ნოკი ძალიან ეფექტურია. ეხლა ჩვენ ინტერესებშია გავარკვიოთ იელონეფრიტის დროს რომელი მცენარეები ჯობია რომ ვიხმაროთ. ასეთ შემთხვევაში იხმარება შარდმდენი, ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, სპაზმის მომხსნელი მცენარეები. ეხლა მე თქვენ ჩაგაწერინებთ ნაკრებს თავისი რეცეპტურას ჩაგაწერინებთ თავისი რაოდენობებით. არყის ფოთლები 10 გრამი. დათვის ყურას ფოთლები, ესეც 10 გრამი. შვიდა 10 გრამი. ბაბუაწვერას ფესვები 10. ღვიის ნაყოფები, ესეც 10 გრამი. აი სელის თესლები უკვე 20 გრამი. ძირტკბილას ფესვებიც 20 გრამი. ამას ყველაფერს ვაკუთვნებთ. ღვიის ნაყოფთან ჩამორჩი. სელის თესლები. რამდენი გრამიო ღვიის ნაყოფი? სელის თესლები 20, იმიტომ რომ აი ამონფენი ისიც აქვს თვისება ხოლორწოებს და იმას შეიცავს და თუ კი გაღიზიანებულია იგივე შარდის ბუშტი, იგივე შარდსაწვეთები, თირკმლის პარენქიმა და ის ტკივი გამაყუჩებელიც გამოდის. და ბოლოს არის ძირტკბილას ფესვები. ზევით რამდენჯერმე აღნიშნე რომ მჟავე რეაქცია უნდა ქონდეს შარდს, რომ ეფექტური იყოს ანტიბიოტიკებით და ეს ჩვენი მცენარეებით. ამიტომ მაგალითად ჩრდილოეთის ქვეყნებში შეიძლება ახლა ჩვენ სუპერმარკეტებშიც იყიდება შტოშის მორსი, ანუ კლუკვენი მორს. თუ მაგას ვერ შევწუდებით და ვერ ვიშოვით, ძალიან კარგად შეგვიძლია გახეხილი შინდის, მჟავე ხილზეა ლაპარაკი, გახეხილი შინდი შაქრით კონდეს ზამთრისთვის, მერე ის იხსნება წყალში რამდენიმე კოვზი და აი როგორც ან იგივე თქვენ წარმოიდგინეთ ალუბლის მურაბაც კი ეფექტურია ამ დროს. საქმე იმაშია რომ ბალახებთან ერთად როცა თან მჟავე არის ვქნით 100 კილის ნახარში ძალიან ეფექტურია. მოკლედ შარდს უნდა ქონდეს მჟავე რეაქცია რომ ეფექტური იყოს მკურნალობა. ძირტკბილას ფესვები რამდენი ბრძანით ხარ ბატონო მარია? ბატონო ძირტკბილას ფესვები რამდენი გრამიო? 20. მადლობთ. ესე იგი ყველაფერს ვაქუცმაცებთ და ამ ნაკრების 20 გრამს მოვხარშავთ 9 ლიტრა წყალში. თუ ბავშვს უნდა მივცეთ, ანუ 12 წლიდან 18 წლამდე, მაშინ კონცენტრაცია ამ 20 გრამს უკვე 1 ლიტრაში ვხარშავთ. 5-10 წუთი. ეხლა დაქუცმაცებული რადგან იქნება ძირტკბილა, იგივე ღვიის ნაყოფები და სელის ნაყოფები ან დანაყილი ან დაფქვილი, ბაბუაწვერას ფესვებიც იქნება დაჭრილი წვრილად. ხო, მაშინ 5-10 წუთი საკმარისია, რომ ვხარშოთ. და დღეში 4 ჯერ ვაძლევთ, ესე იგი, ბავშვების შემთხვევაში ყავის ჭიქით, აი ეს როგორც წესი დავიმახსოვროთ.
შემდეგ ცოტა მოზრდილებს 12-დან 18-მდე 100 გრამი 4 ჯერ დღეში ჭამამდე, უფრო ზევით 150-დან 200 მილilitrამდე. ეხლა რადგან ყველას გვაქვს მაცივრის საშუალება, ერთდროულად ეხლა ეს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა პიელონეფრიტის დროს სულ ცოტა 10 დღიანი კურსი მაინც უნდა ჩავატაროთ და უბრალოდ რადგან ყოველ დღე მომზადება საკმაოდ შრომატევადია დროს მოითხოვს, შეგიძლიათ 2-3 დოზა 2-3 დღის დოზა წინასწარ გააკეთოთ, უბრალოდ მაცივარს შეინახოთ და მერე დალევის წინ გაათბოთ აუცილებლად. ესე იგი ჭამამდე დაახლოებით 9 საათით ადრე უნდა მივცეთ. თავისთავად აქ ეხლა ამ ნაკრებში თუ დააკვირდებით შედიან შარდმდენებიც, სპაზმოლიტიკებიც, ანტისეპტიკური მცენარეებიც, ერთი სიტყვით ძალიან ვეხმარებით მკურნალობაში. პარალელურად თუ გჭირდება ანტიბიოტიკებთან ერთად. ძალიან კარგი ნაკრებია მეორე ნაკრებიც უნდა გიკარნახოთ. დათვის ყურას ფოთლები. ეს ლათინურად არის uva ursi. დათვის ყურას ფოთლები 20 გრამი. მოცვის ფოთლები. ესეც 20, არყის კვირტები 10, მრავალძარღვას ფოთლები 20, ღვიის ნაყოფები 10, ჭინჭრის ფოთლები 30, ასკილი 60, უკან